როცა ვამბობთ რევმატიზმს, ძირითადად გულისხმობთ ქრონიკულ დაავადებებს, რომელიც იწვევს სახსრების და კუნთების ტკივილს. ადრე ძველ ბერძნებს ეგონათ, რომ რევმა იყო სითხე, რომელიც დადიოდა ორგანიზმში და იწვევდა ამ ტკივილებს. ამიტომ დაერქვა რევმატიზმი. მაგრამ დღეს ვიცით და დღევანდელი მედიცინით რევმატიზმი რაიმე კონკრეტული დაავადება არ არის. ეს არის ხოლგა ტერმინი, რომელიც აერთიანებს ბევრ დაავადებას, 200-ზე მეტ სხვა დაავადებას, რომელსაც შეუძლია სახსრების ტკივილი გამოიწვიოს. და მაინც როცა ვამბობთ რევმატიზმს, ყველაზე ხშირად რას გულისხმობთ და რას როგორ კურუნალობთ, ამაზე ვისაუბრებთ. ყველაზე ხშირად, როცა ადამიანები რევმატიზმს ამბობენ და გულისხმობენ რევმატოიდულ ართრიტს. რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების დეგენერაციული დაავადება. დეგენერაციული ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ზიანდება სახსრები, ნაბიჯ-ნაბიჯ და 40 წლის ზევით თითქმის ყოველ მესამე ადამიანს ქალებში და ყოველ მეხუთე ადამიანს კაცებში აქვს ოსტეოართრიტი, ანუ სახსრების ტკივილი. და როცა ადამიანები ამბობენ, რომ ამინდის ცვლილებაზე სახსრები მტკივაო, 90% შემთხვევაში ისინი ამბობენ ოსტეოართრიტზე. ოსტეოართრიტი ბევრად უფრო ხშირია ქალებში და ნელ-ნელა ვითარდება, ძალიან ნელ-ნელა, ზიანდება სახსრები, ასაკთან ერთად, სტილი ნელ-ნელა ზიანდება. ჩვენთან რა ხდება ახლა, როცა ჩვენ დავდივართ სიარულისას სახსრებს ადგება დიდი წონა. რა წონაც ხარ? ფეხის სახსრებს მაგალითად მოხს, შენი წონის 3-5 ჯერ მეტის ზეწოლის ტარება უწევს. ანუ ეს უზარმაზარი წონაა რეალურად, შენ გონია რომ შენი წონა ხარ მხოლოდ, მაგრამ სიარულისას, სირბილისას უზარმაზარი ზეწოლა ხტომისას ხდება სახსრებზე და ეს იწვევს დროთა განმავლობაში სახსრების დაზიანებას და გარკვეულ ადგილს მიარტყავს უკვე ეს დაზიანება ისეთ დონეს, როცა ვეღარ ახერხებს სახსრის ქსოვილები აღდგენას, ანუ ზიანდება, აღდგება, მაგრამ როცა დაზიანება უფრო ჩქარია ვიდრე აღდგენა, ვითარდება სახსრების დეგენერაციული დაავადება, რომელსაც ჩვენ ვეძახით ოსტეოართრიტს. თავარი მიზეზი არის ასაკი. ასაკთან ერთად ხდება ეს ყველაფერი, რეგენერაცია მცირდება, დაზიანება იზრდება, დაბალი დოზით ანთება ვითარდება. ოღონდ ოსტეოართრიტი არ მიეკუთვნება ანთებით დაავადებას პირდაპირ, მაგრამ იქ ანთება თამაშობს როლს, მაგრამ არა წამყვან და არა მწვავე ანთება, არამედ დაბალი დონის მუდმივი ქრონიკული ანთება და აზიანებს სახსრებს. აზიანებს დიდ სახსრებს. იშვიათად ძალიან რომ მაგალ სახსარი შეშუპებული იყოს, ან წითელი იყოს, გაწითლებული, ან ფეთქავდეს, ეს იშვიათად ვითარდება. ძირითადად არის ხოლმე უბრალოდ ტკივილი. დროთა განმავლობაში სახსრები განიცდის დეფორმირებას. მაგალითად, თითების სახსრები ხდება არათანაბარი და შეიძლება ეს გამობერილობა იყოს თითებზე. შუა თითებზეც, შუა სახსრებზე, თითის ბოლოებშიც, ანუ სხვადასხვანაირად შესაძლებელია და კვანძებს ეძახიან. და განსაკუთრებით ტიპიურია ოსტეოართრიტისთვის ადგომისას ტკივილი. უცებ რომ ვთქვათ, ზის ადამიანი და კარგად არის, ადგება და ძალიან ეტკინება და მერე რომ გაივლის გავლის ეს ტკივილი. არის კლასიკური ოსტეოართრიტისთვის დამახასიათებელი ნიშანი. ასევე ოსტეოართრიტის ნიშანია, როცა სახსრები სიარულთან ერთად ტკივა ადამიანს, ანუ რაც მეტად დატვირთავს, მით მეტად ტკივა. ან ყველაზე ოპტიმალურად არის ან დასვენებულ მდგომარეობაში, ან როცა მსუბუქად აქტიურია, ანუ როცა მოკლედ მძიმედ აქტიური თუ სახსრები მაშინ ტკივა, ადგომისას ტკივა და მერე გავლის და ასევე გაღვიძებისასაც ტკივა. ოღონდ ეს ტკივილი 9 საათზე
ნაკლებს გრძელდება როგორც წესი. რაც შებოჭილობის შეგრძნება აქვს ადგომისას, რომ გაიგვიძებს მაშინ სახსრებში, მაგრამ გადაულისეს არ გრძელდება დიდხანს, არ გრძელდება საათობით. თუ 1 საათზე მეტ ხანს გრძელდება, ეს არის რევმატოიდული ართრიტი, სხვა დაავადებაა და თუ 1 საათზე ნაკლებს გრძელდება, ძირითადად 9 საათზე ნაკლებს, ეს არის ოსტეოართრიტი. ოსტეოართრიტისას ყველაზე ხშირად ზიანდება მუხლის სახსარი, ბარძაყის სახსარი, ხერხემალი, კისერი, თითები. მუხლის სახსარი განსაკუთრებით, მუხლის სახსარი მაგალითად კიბერზე ასვლისას, ადგომისას, როცა მას შემდეგ რაც ზის ადამიანი დიდხანს. მთავარი რისკ ფაქტორები, რის გამოც ვითარდება ოსტეოართრიტი არის ასაკი, 50 ზევით კლასიკურად. წონა, ყოველი 5 კილოგრამი, ყოველი ზედმეტი 5 კილოგრამი 30%-ით მომატებული რისკია ოსტეოართრიტის. ძველად დაზიანებები, ძველი ტრამვები თუ მიიღო ადამიანმა, თუნდაც 100 წლის წინ ან 20 წლის წინ, ეგეც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. და გენეტიკა, გენეტიკურ წინასწარ განწყობასაც აქვს მნიშვნელობა. სპორტის და ძველი დაზიანებები მნიშვნელოვანია, ან ადამიანები, რომლებიც მძიმე წონებზე ვარჯიშობენ ან მუშაობენ მუდმივად. დროთა განმავლობაში ეს ხრტილი კარგავს წყალს, ხდება უფრო თხელი, მწვევადი და სინოვიალური სითხე სქელდება, რომელიც ხრტილში ლუბრიკანტის როლს თამაშობს და სტაბილურობას კარგავს სახსარი. კუნთები სახის გარშემო სუსტდება და მეტ დაძაბულობა ვითარდება ამ კუნთებზე. ეს ყველაფერი ერთად იწვევს ტკივილს და როდესაც ეს პროცესი რა თქმა უნდა თანდათან ხდება, მაგრამ როცა მიაღწევს გარკვეულ წერტილს და ადამიანი უკვე სიმპტომურია, როგორც წესი სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა მისი სიმპტომების მართვა შესაძლებელია და სწორებაც კეთდება ხოლმე ამაზე, რომ დაზიანება შენელდეს ან შეჩერდეს და სიმპტომები მოიხსნას. დიაგნოზი ისმევა ძირითადად სიმპტომებით, ასევე რენტგენზე ჩანს ამ სახსრებს შორის სივრცე არის შევიწროებული, ოსტეოფიტები არის ძვლოვანი გამონაზარდები, რომელიც ჩანს რენტგენზე და ძვლების სკლეროზი და ეს მიიჩნევა ტრიადად ოსტეოართრიტის. სისხლის ტესტებში როგორც წესი ისეთი მნიშვნელოვანი არაფერია. რევმატოიდული ართრიტის დროს როგორც არის მაგალითად რომ მომატებულია ეთროციტების სედიმენტაციის დალქვის სიჩქარე და ცერიაქტული ცილა, ესე არ ხდება აქ, ანუ სისხლში მშვიდია. ამიტომ ამბობენ ხოლმე რომ ეს არაანთებითი დაავადება, დეგენერაციული დაავადება და რევმატოიდულ ართრიტს ამბობენ ანთებითი, იმიტომ რომ სისხლში ანთება, თუმცა ანუ სახსრებში ანთება ორივეგან არის, მაგრამ სისხლში არ არის აქ ანთება, ყოველ შემთხვევაში ესე არ ჩანს. თუმცა სახსრებში მაინც არის დაბალი დოზით ანთება. მკურნალობას აქვს სამი მიზანი, სამი მიმართულებიანი მკურნალობა. პირველი არის რომ ტკივილი მოეხსნას ადამიანს, მეორე არის რომ სახსარი დავიცვათ და მესამე არის რომ პროგრესირება ამ დაავადების შენელდეს. ყველაზე მთავარი მკურნალობა ასეთ დროს არის წონაში კლება, ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ 5 ან 10% თქვენი სხეულის მასის დაკარგვის შემთხვევაშიც კი სახსარზე ზეწოლა და სახსრის ტკივილის შემცირება შეუძლია 50%-ით. ანუ უზარმაზარი ბერკეტია რეალურად თქვენ ხელში, ანუ 5-10 კილოს დაკლება, სახსრის ტკივილის განახევრება რეალურად, როცა ადამიანს კიბა სახსარი. დაბალი დატვირთვის ვარჯიში არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ საუბარი არ არის, რა თქმა უნდა, იმას რომ იხტუნაო და მუხლებზე ბევრად დიდი ზიანი მიაყენო, არა. საუბარია მაგალითად ცურვა ველოსიპედით სიარული ველოსიპედზე ან ჩვეულებრივი სიარული ჩქარი ნაბიჯით. ესენი მიიჩნევა დაბალი დატვირთვის და დაბალი გავლენის მქონე ვარჯიშებად მუხლებზე და რომელიც ასევე მხარს უჭერს კუნთების გაძლიერებას და
ეს გაძლიერებული კუნთები მოქმედებს როგორც ბუნებრივი შოკის აბსორბერები, ანუ ფეხის კუნთი რაც უფრო ძლიერია, მით ნაკლები დატვირთვა აქ რეალურად სახსარს, მით ნაკლებად ზიანდება სახსარი, მოდი ესე ვთქვათ, და არა ნაკლები დატვირთვა. ფიზიოთერაპია მნიშვნელოვანია, შესაძლებელია რომ მუდმივად უნდა ეცადოთ რომ შეინარჩუნოთ მოძრაობა, ეგ მნიშვნელოვანია რომ ადამიანი არ გადავიდეს პასიურ ცხოვრების სტილში. ცხელი აპლიკაციები, ანუ სითბოთი თერაპია მოკლედ, გაჭიმები, ჰიდროთერაპიები შეუძლიათ რომ მოქნილობა ამ სახსრების გაუმჯობესონ. ზოგ შემთხვევაში ცივ კომპრესებს შეუძლია რომ შემციროს ანთება, მაგალითად ფიზიკური აქტივობის მერე. წამლებიდან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები გამოიყენება, მაგალითად იბუპროფენი 200-400 მგ სამჯერ დღეში, დიკლოფენაკი 50 მგ ორჯერ დღეში. ან იმ ადამიანებისთვის, ვისაც კუჭზე ამ პრობლემები აქვს, ან კუჭს უღიზიანებს, ან რისკები აქვს, მაშინ ადგილობრივი გელები შესაძლებელია იბუპროფენის გელიც არსებობს და დიკლოფენაკის გელიც არსებობს და ორივე ეფექტურია და ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს. თუ ტკივილი არის პერსისტენტული ან მუდმივი, მაშინ კორტიკოსტეროიდების ინექციები აძლევს მოკლევადიანად იძლევა ეფექტს და შედეგს, ამცირებს ანთებას და ზოგადად ეფექტურია, მაგრამ წელიწადში შესაძლებელია 3-ჯერ მისი გამოყენება, მეტჯერ არ არის რეკომენდირებული, რადგან დამატებით შეიძლება სახსარი დააზიანოს და სახსარი შეასუსტოს. ჰიალურონის მჟავის ინექციას შეუძლია რომ აღადგინოს ლუბრიკაცია და ეს სახსარი დაიცვას, ამიტომ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადამიანზე დამოკიდებული შედეგი. დაახლოებით 60-70% ეფექტურობა აქვს, ადამიანები გრძნობენ ეფექტს რამდენიმე თვის განმავლობაში, აი ამ ინექციიდან, ჰიალურონის მჟავის. ახალი თერაპიები რაც არის, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის თერაპია მაგალითად, სადაც საკუთარი პაციენტის სისხლი პროცესირებული, რა თქმა უნდა, გადაიხმება იმისთვის, რომ დაასტიმულიროს აღდგენის პროცესი და მას შეუძლია რომ დაახლოებით 65% შემთხვევაში პაციენტებში შეამციროს ტკივილი მნიშვნელოვნად, განსაკუთრებით თუ დაავადება ადრეულ სტადიაზეა. გლუკოზამინი საკვები დანამატია 1500 მგ. კონდროიტინი და გლუკოზამინი ხშირად არის ხოლმე ერთად. კონდროიტინი 1200 მგ დღეში, გლუკოზამინი 1500 მგ დღეში. ეს გამოიყენება იმისთვის, რომ ხტილი დაიცვა და ხტილი შენარჩუნდეს. დაახლოებით ტკივილის კუთხით დაახლოებით 10-20% შემთხვევებში ამცირებს ტკივილს და მობილობას აუმჯობესებს. ვიტამინი D და ომეგა-3 მნიშვნელოვანია ასევე, რადგან ანთებას ამცირებს, ომეგა-3 განსაკუთრებით 2000 მგ-მდე დღის განმავლობაში, 1000-დან 2000 მგ-მდე დღის განმავლობაში. ამცირებს ანთების მედიატორებს. დაახლოებით 20-25%-იანი ეფექტურობა აქვს. თუ კი ტკივილი გახდა გაუსაძლისი და ფუნქცია დაკარგა სახსარმა, მაშინ ქირურგია არის ოპცია, არჩევანი. ართროსკოპული გაწმენდა ეხმარება ადრეულ შემთხვევებს და სულ შემთხვევებში სახსრის შეცვლა, სახსრის მექანიკური სახსრის პროტეზირება ხდება ესეთ დროს და დღესდღეობით შესაძლებელია ბარძაყის სახსრის პროტეზები, მუხლის სახსრის პროტეზები და ის ძლებს დაახლოებით 15-20 წელი. შესაბამისად შესაძლებელი ხდება აღდგეს მოძრაობა თითქმის სრულად და ტკივილი გაქრეს, შესაძლებელია უკვე. ოსტეოართრიტის პრევენციაც შესაძლებელია რეალურად ჩვენს ყოველდღიურობაში, მაგალითად რომ აიცილო დიდხანს დგომა, ზედმეტი დატვირთვა, მძიმეების აწევა, რბილი ძირი რო კონდეს ესეთი ფეხსაცმლის სიარული, სწორი დგომის პოზა რომ შეინარჩუნოს ადამიანმა, რადგან მცირე იმბალანსიც კი, როცა ბალანსი არ არის დაცული, კარგად სახსრებზე ზეწოლას მნიშვნელოვნად აძლიერებს ეს და ამიტომ სწორი პოზა მნიშვნელოვანია.
თუ კი არ ხდება ოსტეოარტრიტის მკურნალობა დროზე ის პროგრესირებს ყოველთვის შესაბამისად და კუნთებიც იკარგება ნელ-ნელა კუნთები განილება და ნიშნავენ პრობლემაა რეალურად ეს ადამიანისთვის თუმცა ამას სჭირდება წლები მაგრამ მე რეიწვევს დეპრესიას, სოციალურ იზოლაციას, ადამიანი თავს გნობს ცუდად, ამიტომ ადრეულ მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კი ადრეულად დაიწყებს მკურნალობას, თითქმის 85% პაციენტების შეინარჩუნებს ნორმალურ ფუნქციას 10 წლების განმავლობაში ჩვეულებრივ. მეორე ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი დაავადება, რომელიც იგულისხმება და მოიაზრება, როცა ამბობენ რევმატიზმს, არის რევმატოიდული ართრიტი. რევმატოიდული ართრიტი არ არის გამოწვეული სახსრების მექანიკური დაზიანებით დროთა განმავლობაში. არამედ ეს არის ავტოიმუნური პროცესი. ავტოიმუნური არის ორგანიზმის საკუთარი იმუნური უჯრედები თავს ესხმის სახსრებს და ანადგურებს. ანთებას იწვევს და მე ეს ანთება ნელა ანადგურებს სახსრებს. ადამიანის დაახლოებით 1% ზრდასრულებისას აქვთ რევმატოიდული ართრიტი, ქალებში სამჯერ უფრო ხშირია ვიდრე კაცებში. იწყება ძირითადად 30 წლიდან, 30-დან 50 წლამდე ვითარდება უმეტესად. კლასიკური ნიშანი რევმატოიდული ართრიტის არის სიმეტრიული ტკივილი სახსრებში. სიმეტრიული ნიშნავს ორი მხარეს, ან თან აქეთაც და იქითაც რო გტკივა ერთი და იგივე სახსრები. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. დილით შებოჭილობის შეგრძნება არის ძლიერი, რომელიც გრძელდება 1 საათზე მეტ ხანს და ზოგჯერ 2 საათი და ზოგჯერ 3 საათი. ადამიანები აღწერენ რევმატოიდულ ართრიტს დაახლოებით ეგ გექნება ხის ხელები მაქო. ესე არ არის ოსტეოარტრიტის შემთხვევაში და რევმატოიდული ართრიტის დროს მოძრაობა ამცირებს ტკივილს. აი ესაა განსხვავება. ოსტეოარტრიტის დროს, როცა ბევრს მოძრაობს ადამიანი, უფრო ტკივა. რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ნაკლებად ტკივა. აი ეგ არის მნიშვნელოვანი განსხვავება, რადგან ხურდება სახსრები ამ დროს და ნაკლები ტკივილია. სანამ იგივე თუნდაც სახსრების ტკივილი დაეწყება ადამიანს, ადამიანი გრძნობს ზოგად სიმპტომებსაც, დაღლილობას, მსუბუქ ცხელებას, სიცხეს, მსუბუქად, წვანში კლებას და სანამ აი სახსრებზე არაფერი არ ხდება, მაგრამ აი თუ ადამიანს სისუსტე ახალგაზრდა ქალს ცხელება აქვს დაბალი ცხელება 37 მაგალითად წონში კლება უნდა იფიქრო ხო არ არის რევმატიული ართრიტი. რევმატიული ართრიტის დროს სინოვიალური მემბრანები, რომლებიც ნორმაში სინოვიალურ სითხეს გამოიმუშავებენ და რომელმაც უნდა გამოიმუშავონ ეს სითხე და ეს სითხე ლუბრიკანტი, ეს მემბრანები სქელდება და ხდება ანთებადი და ეს ანთებითი ქსოვილი იზრდება და ფარავს მერე მთელ ხრტილს და ამას პანუს ეძახიან და ეს ხდება დროთა განმავლობაში ნელ-ნელა და აზიანებს ხრტილს და ძვალსაც და დაავადება პროგრესირებს. სახსრები განიცდის დეფორმირებას, ანუ ფიზიკურად სახსრები გვერდზე იწევს, ანუ ეს თითების სახსრები, შეგიძლიათ სურათზეც ნახოთ. და დროთა განმავლობაში ნათელი ხდება ეს დაზიანება ფიზიკურადაც, რენტგენზეც და ხდება ძვლების ეროზია, ძვლების დაკარგვა, სახსრების დაზიანება. ეს რევმატოიდული ართრიტი არის სისტემური დაავადება, ნიშნავს რომ არ ჩერდება სახსრებზე მხოლოდ სახსრები არ არის პრობლემა. პრობლემა არის სისტემური მთელ ორგანიზმში და რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინება ქონდეს პირტვებზეც, გულზეც, ნერვებზეც, სისხლძარღვებზეც. შეიძლება გამოიწვიოს პლევრიტი, პერიკარდიტი, სკლერიტი თვალებზე და მნიშვნელოვნად შეიძლება გააუარესოს მხედველობაც, მაგალითად გენეტიკური რისკები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ანუ რევმატოიდული ართრიტის მთავარი რისკ ფაქტორი რეალურად არის გენეტიკა, არის გენეტიკური მუტაციები, რომელიც გამოვლენილია 75% პაციენტებში. თუ ეწევა ადამიანი რევმატოიდული ართრიტის რისკი იზრდება რამდენიმეჯერ. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ეს გენები. HLA-DR4 ესეთი გენია, რომელიც არის რომ
განაპირობებს წინასწარ განწყობას რევმატოიდული ართრიტის და თუ ადამიანი ეწევა 4-ჯერ უფრო გაზრდილი რისკი აქვს რევმატოიდული ართრიტის. ანუ ძალიან სულ საქმეს უკეთებს ქალებს მოწევა ამ შემთხვევაში. სისხლის ტესტებში რევმატოიდული ფაქტორი არის მომატებული. ასევე სპეციალური პეპტიდი არსებობს, anticyclic citrullinated peptide ესე ქვია, ეგ ანტისხეულები არის მომატებული. და ეს anti-CCP ანტისხეულები ძალიან სპეციფიურია მოკლედ აი ამ რევმატოიდული ართრიტისთვის და მიუთითებს რომ რევმატოიდული ართრიტია განსაკუთრებით აგრესიული ფორმების შემთხვევაში. ამიტომ მნიშვნელოვანი სადიაგნოზო საშუალებაა მოკლედ ეს სისხლის ტესტები. საბედნიეროდ რევმატიული ართრიტის მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა თუ არ უმკურნალებს 2 წლის განმავლობაში უკვე მნიშვნელოვნად აზიანებს სახსრებს და 10 წლის ფარგლებში კიდე მნიშვნელოვნად დეფორმირებულია უკვე სახსრები და სახსრები კარგავს ფუნქციას. ამიტომ თანამედროვე მკურნალობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სრულიად ცვლის სურათს. ადამიანები უკვე რევმატიული ართრიტით ცხოვრობენ ჩვეულებრივ, ცხოვრების ხარისხი აქვს მაღალი, ნორმალური. და სრულიად კონტროლირებადია ეს დაავადება. დაავადების მკურნალობა უნდა დაიწყოს მაშინვე, როცა პირველი ნიშნებივე აღმოცენდება და რემისია შესაძლებელია ამ დაავადების და ანთების ნულამდე დაყვანა. მთავარი პრეპარატები ეს არის ამის ეძახიან დაავადების მოდიფიცირებად ანტირევმატიულ წამლებს. მთავარი არის მეტოტრექსატი მკურნალობაში. ყოველკვირეულად მიიღება, ასევე ფოლის მჟავა მნიშვნელოვანია, რათა ნორმალური უჯრედები დაიცვას. თუ არ არის საკმარისი მეტოტრექსატი, მაშინ სულფასალაზინთან ერთად და ჰიდროქსიკლოროქვინთან ერთად მიიღება და ეს სამაგი თერაპია, როგორც წესი, სრულად აჩერებს ხოლმე დაავადების პროგრესიას 70% პაციენტებში. უფრო მძიმე შემთხვევებისას გამოიყენება ბიოლოგიური პრეპარატები, მაგალითად ტუმორ ნეკროზ ფაქტორის ინჰიბიტორები, მაგალითად ადალინმუბაბი, ეგეთი წამალია და ინტერლეიკინ 6-ის ბლოკერები ასევე, ტოცილიზმაბი მაგალითად, ანუ ეს შედარებით ახალი პრეპარატებია, რომელიც სპეციფიურად იმ მოლეკულებს აჩერებს, რომელიც იწვევს ანთებას და ანთების ფორმაციას და რაც უფრო მალე დაიწყება ეს პრეპარატები, პრაქტიკულად ბოლომდე აჩერებს ქსოვილების და სახსრების დესტრუქციას. ანუ ბოლომდე წყვეტს აი ამ ანთების პროცესებს. ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატებია მოკლედ. კორტიკოსტეროიდების გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ დროებით, რადგან ძვლების დაკარგვას იწვევს თუ დიდხანს იქნება გამოყენებული დიაბეტს, მაღალ წნევას, ამიტომ არ არის რეკომენდებული. იბუპროფენი და დიკლოფენაკი შეიძლება ტკივილის შესამცირებლად და ასევე ტკივილის და შეშფოთების შესამცირებლად, მაგრამ არ არის ეს იმისთვის, რომ დაავადების პროგრესია შეაჩეროს, ამისთვის არ არის. აუცილებელია მოწევისთვის თავის დანებება, ფიზიკური აქტივობა, ტონა, ომეგა-3, ვიტამინი D და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვების მიღება, რათა ანთება შემცირდეს, ძალიან მნიშვნელოვანია კვებაც და ეს მეტაანალიზებით ცხადყოფს ამას. თუ ადრეულად ხდება მკურნალობა, ადამიანები რევმატიული ართრიტით ცხოვრობენ ჩვეულებრივ, მაშინ როცა ძველ დროში, როცა არ იყო მკურნალობა, დაახლოებით 10 წლით ნაკლებ სოწყობდნენ ხოლმე, ვიდრე უნდა ეცოცხლათ და ეხლა დღევანდელობაში ცხოვრობენ ჩვეულებრივ. რევმატიული ართრიტი მაშინვე უნდა იცნო, სასურველია, სახსრების ტკივილი სიმეტრიულად, ეს არის რევმატიული ართრიტი, როცა დილის შებოჭილობა გრძელდება 1 საათზე მეტ ხანს, ხელები როცა შეშუპებულია, ეს არის ადრეული ნიშნები, რისი გამოცნობაც ადამიანმა უნდა იცოდეს და სასწრაფოდ უნდა მივიდეს რევმატოლოგთან და რევმატული ართრიტის მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ 6 თვეში, თუ დაიწყება მკურნალობა, პრაქტიკულად ბოლომდე აჩერებ დაავადების პროგრესიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახსრებს იცავ სამუდამოდ ასეთ შემთხვევაში. ასევე ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მათ რევმატიზმი აქვს, დადის ერთ სახსრიდან მეორეზე და დილის შებოჭილობა აქვს, დაღლილობა, სისუსტე,
ცხელება 37 ეს რევმატული ართრიტია, რომელიც და ეს არ არის ოსტეოართრიტი, ეს არის ასაკთან დაკავშირებული, ეს არის რევმატული ართრიტი, რომელიც თუ კი ადრე დაიწყებს განკურნებას, სრულად შესაძლებელია მისი მართვა. რევმატიზმი შეიძლება გამოიწვიოს შარდმჟავას მომატებამ სისხლში. ეს არის ართრიტის მეტაბოლური ფორმა. რეალურად შარდმჟავა გროვდება სისხლში და როცა მისი დონე აწეულია 6.8 მგ დეცილიტრზე მეტად, ეს შარდმჟავას კრისტალები იწყებენ ფორმირებას სახსრებში გროვდება და იწვევს უეცარ შეტევით ტკივილს, რომელიც აღვიძებს ადამიანს ღამე და სახსრი არის გაცლებული, ცხელი, შეშუპემული და ძირითადად ფეხი დიდ თითზე. პოდაგრა იცით ალბათ, ესა პოდაგრა. და იმას ქვია პოდაგრა. ადამიანების დაახლოებით 4%-ს აქვს ეს შარდმჟავას მომატება. ცოტათი შეიძლება კონდეს ბევრად მეტს, მაგრამ მნიშვნელოვნად. და ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვება, ალკოჰოლი. მნიშვნელოვნად ართულებს, ასევე ხორციანი საკვები მნიშვნელოვნად ართულებს, რადგან პურინების დონე იწევს და ეს შარდმჟავას რაოდენობას ზრდის სისხლში. თუ კი ადამიანი არ უმკურნალებს ამ შარდმჟავას მომატებას, ეს სახსრების ანთება გადავა სხვა სახსრებზეც, მათ შორის კოჭი, მუხლი, ინდაყვი, თითები და შემდეგ კვანძები ფორმირდება, რომელსაც ტოპს ეძახიან, რომელიც არის გამაგრებული ადგილი ურატების დაგროვების, ურატების კვანძების დაგროვების, თირკმელებში შეიძლება დაგროვდეს ეს შარდმჟავა და გამოიწვიოს კენჭები თირკმელებში, შარდმჟავას კენჭები და თირკმლის ქრონიკული დაავადებაც. დიაგნოზი ისმევა ძირითადად ბიოპსიით და ბიოპსიის შედეგად შესაძლებელია ურატების კრისტალების ნახვა სახსრიდან აღებულ ბიოპსიაში და სისხლში კიდე შარდმჟავა არის მომატებული. აი ეგ არის ნიშნულოვანი, რაც შეიძლება დიაგნოსტირებისთვის გამოვიყენოთ. მკურნალობა ძირითადად ხდება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ინდომეტაცინი მნიშვნელოვანია, კოლხიცინი ასევე მწვავე შეტევის დროს მნიშვნელოვანია, ალოპურინოლი კიდე ზოგადად შარდმჟავას დონეს აკონტროლებს და დაბლაწეს ქრონიკულად მიიღება ალოპურინოლის და ალკოჰოლი არ უნდა მიიღო, შაქარი არ უნდა მიიღო, წითელი ხორცი არ უნდა მიიღო. ესენია ძალიან მნიშვნელოვანი. კვებით მნიშვნელოვნად შეიძლება მოკლედ გაკონტროლება ამ დაავადების. შემდეგი მნიშვნელოვანი დაავადება, რომელიც რევმატიზმში აერთიანებენ ხოლმე არის ფიბრომიალგია. ფიბრომიალგია არ არის ანთება. ადამიანს აქვს გადამეტებული მგრძნობელობა ტკივილის მიმართ და პატარა შეხება, პატარა ზეწოლა იწვევს ტკივილს სახსრებზე. ამპლიფიკაცია ხდება ტკივილის სიგნალის. ესა ძალიან მნიშვნელოვანი და დაახლოებით პოპულაციის 2-დან 4%-მდე აქვს, ძირითადად ქალებს 30-დან 50 წლამდე. და ეხლა რა შეასაქმე? დაღლილობა აქვს ადამიანებს, ვერ იძინებენ კარგად, გონება დაბინდული მაქვს, ამობენ სტრესს და ტრამვას, ვირუსული ინფექცია შეიძლება მოყვეს და ხდება ეგეთ რაღაცა, რომ გადამეტებული ოვერრეაქცია, გადამეტებული რეაქცია ხდება ტკივილის აღქმის თავის ტვინში, სეროტონის დონე იწევს დაბლა, ნეიროტრანსმიტერია და სუბსტანცია P, ესე ქვია, რომელიც ტკივილზე არის პასუხისმგებელი, არის მომატებული და ტკივილის აღქმა არის გაძლიერებული და ამიტომ ადამიანს აქვს ტკივილი მაშინ, როცა რამე ანთება არ აქვს. ან მოწმებ იმ რენტგენზე რაღაც არაფერი ანთება არ არის, სისხლში ანთება არ არის, სახსრები ჯანმრთელია, მაგრამ ადამიანს აქვს ტკივილი, რომელიც გრძელდება თვეების განმავლობაში და ეს რო დააჭერ ტკივა. აი ეგ არის მნიშვნელოვანი და ანთება არ არის. ერითროციტების სედიმენტაციის დონე სისხლში EC ნორმაშია, C-რეაქტიული ნორმაშია, არაფერი იღებ რენტგენს, არაფერი პრობლემა არ აქვს ამ ადამიანს, არა და ტკივილები აქვს. აი ეგ არის ფიბრომიალგია. ამ დროს მნიშვნელოვანია ძალიან ვარჯიშები, ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიშები. მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება და კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია, გაცნობიერება ამ ყველაფრის.
და დულოქსეტინი არის არჩევის პრეპარატი, პრეგაბალინი ასევე, რომელიც ინიშნება ხოლმე 75-150 მგ ორჯერ დღეში, მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილებს, ან დულოქსეტინი დაახლოებით 30-დან 60 მგ-მდე დღის განმავლობაში. ეს არის მკურნალობა, მისი სრულად მკურნალობა ზოგჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ მისი კონტროლი შესაძლებელია უმეტეს შემთხვევაში. და ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი დაავადება, რომელსაც ვიტყოდი, რევმატიზმში, რასაც როლი აქვს, ეს არის ლუპუსი, ან მგლურა, წითელი მგლურა. ეს არის ავტოიმუნური დაავადება, როცა ანტისხეულები თავს ესხმის უჯრედის ბირთვს. უჯრედის ბირთვს დნმ-ს. ეგ არის პრობლემა რეალურად. ეს ემართება ქალებს, 1000-დან 1 ქალს ემართება დაახლოებით. ძირითადად 20-დან 40 წლამდე და ეს ლუპუსი ძირითადად არ ვრცელდება სახსრებზე, მაგრამ ესხმის სახსრებსაც თავს, მაგრამ ასევე ესხმის კანს, თირკმელებს, ბილტვებს, გულს, სისხლძარღვებს და ახასიათებს ციკლურობა, ანუ გამწვავებები და მერე დამშვიდდება ისევ, იწვევს დაყრილობას, ცხელებას, სახსრების ანთებას, პეპელასებური გამონაყარი წითელი კანზე, მზის მიმართ სენსიტიურობა, მგრძნობელობა, თმის ცვენა, წყლულებს იწვევს პირის ღრუში, ეს არის მისი მიმდინარეობა. ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულები ხშირად არის პოზიტიური, ეგ არის და დნმ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები არის პოზიტიური და ანტისხეულებს ძახიან კიდე, ეგ არის რითიც დიაგნოზი ისმევა. შეიძლება ანემია ქონდეს ადამიანს, თრომბოციტების დონე იყოს დაბალი, ესეც დამახასიათებელია და ცილა შარდში, რაც ნიშნავს, რომ თირკმელები არის ჩართული პროცესში. მკურნალობა ჰიდროქსიკლოროქვინით ხდება 200-დან 400 მგ-მდე დღის განმავლობაში, რომელიც ამცირებს ანთებას. და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაც მნიშვნელოვანია. რეალურად ჭირდება ამ დაავადებას მუდმივი ყურადღება, მუდმივი მკურნალობა, მზის სხივების თავიდან აცილება, რადგან ეგ პრობლემა, მოწევის თავიდან აცილება, ვიტამინი D, იმისთვის რომ სტაბილურად იყოს. აი ესენია ძირითადად, კიდე სხვა ძალიან ბევრი დაავადება, რომელიც იწვევს რა თქმა უნდა სახსრების პრობლემებს, მაგრამ ძირითადად აი ეს 5 დაავადებაა, რომელიც პასუხისმგებელია შემთხვევების 90%-ზე მეტზე. ეს იყო რითი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.